საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. მე გიორგი დოლიძე ვარ. ციტრუსი და მისი რეალიზაცია გლეხების მთავარი საწუხარია. ის 25 თეთრი, რომელიც იძლევა შემფუთავი, კვირდება რომ მოგცემს, არანაზღაურებს იმ დანახარჯებს, რაც არის დახარჯული ციტრუსებს. უძველესი სამარხის პრეზენტაცია ისტორიულ მუზეუმში. ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ის წარმოადგენს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ოზურგეთი და მისი შემოგარენი ეს იყო ერთ-ერთი უძველესი დასახლება. საახალწლო კარნავალი ნომერ 2 საჯარო სკოლაში. თოვლის ბაბუის, ასე ვთქვათ, როლი მქონდა, ძალიან შევეცადეთ, რომ მთელი გული და სული ჩაგვედა და მე მგონი გამოგვივიდა. ადგილობრივი მოსახლეობა მანდარინის დაბალ ფასა და რეალიზაციის პრობლემებზე საუბრობს. ხელისუფლება მხოლოდ სუბსიდირებაზე აკეთებს აქცენტს. ციტრუსი ის საკითხია, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უმრავლეს სოფელში კვლავაც აქტუალური და გადაუჭრელი პრობლემაა. ნაღობილეველები წელს მოსავალს არ უჩივიან, მაგრამ მოწეულ მანდარინს ვერ ასაღებენ და მასზე შემოთავაზებული ფასიც არ აწყობთ. კარგი მოსავალია მანდარინის, ხარისხიანი ნაყოფიც არის, მაგრამ მაინც გაუჭირდა მოსახლეობას მანდარინის გაყიდვა. არის სოფელში მიმღები პუნქტი, სადაც 35 თეთრად ღებულობენ მანდარინს, ეს არ აკმაყოფილებს ჩვენს გლეხებს. წამლის ფულსაც არ ტოვებს ეს მანდარინი და რჩება ხალხი ულუკმაპურის გარეშე. ის 25 თეთრი, რომელიც იძლევა შემფუთავი, კვირდება რომ მოგცემს, არანაზღაურებს იმ დანახარჯებს, რაც არის დახარჯული ციტრუსებს. მის მოვლაზე, შეწამვლაზე და მოკრეფას. რამე თუ ჩვენ ვერ ავდივართ მოკრეფა და ვიძულებული ვართ დევიქერავოთ მუშახელ და მოვაკრეფინოთ. ყველაფერ ამხარჯებს ეს 35 თეთრი ვერ იმაშვა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ეტაპისთვის მოსახლეობისთვის მხოლოდ სუბსიდირების შეთავაზება შეუძლია. ასევე იმ მიმღებ პუნქტებს ასახელებენ, რომელიც მანდარინს უპრობლემოდ მიიღებენ. ხება ფასის საკითხებს, ფასის საკითხს არეგულირებს, ვთქვათ, ამ სუბსიდირებით ხელისუფლებამ გამოყო 15 თეთრიანი, ესე იგი 1 კილოგრამზე სტანდარტულ მანდარინზე 15 თეთრიანი საექსპორტო მანდარინის სუბსიდირება, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინზე, კობულეთის ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა, სვენების ქარხანა იბარებს 10 თეთრში და 10 თეთრს სახელმწიფო, ვთქვათ, მუნიციპალიტეტის გავლით, მუნიციპალიტეტში შემოსული, ვთქვათ, ცნობა, რომელიც იქნება წონის სამადასტურებელი და ვთქვათ, შესაბამისად სამართლებრივი საბუთი იქნება, ჩვენ გავცემთ 10 თეთრიან სუბსიდიას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4 საწარმო მუშაობს, მათ შორის ნატანების მიმღები პუნქტი ერთადერთია, რომელიც ევროსტანდარტებს პასუხობს. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში აღმოჩენილი სარკოფაგის პრეზენტაცია მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს უნიკალური ექსპონატის ნახვის საშუალებაც მიეცათ. მე-6 საუკუნით დათარიღებული სარკოფაგი სოფელ ოზურგეთში საგაზაფხულო გათხრების დროს ადგილობრივმა მოსახლემ ენვერ რამიშვილმა იპოვა და მაშინვე ისტორიულ მუზეუმში ატყობინა. არავინ იცის, ვინ განისვენებდა აღმოჩენილ სარკოფაგში ულამაზესი ქალწულით ღრმად მოხუცებული ბანოვანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მას განსაკუთრებული ბედი ხვდა, რადგან ათეული საუკუნის შემდეგ მისმა განსასვენებელმა ისევ დღის სინათლე იხილა და ისტორიულ მუზეუმში განთავსდა. პრეზენტაციაზე სამარხის ტიპებსა და დაკრძალვის წესებზეც ისაუბრეს. მის მნიშვნელობაზე, იმ დეტალებზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სარკოფაგის აღმოჩენა, გავაკეთეთ პრეზენტირება დღეს და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის რა მნიშვნელობის იყო ეს ექსპონატი და ამიტომ გავაკეთეთ ეს პრეზენტაცია. თან გვინდოდა რა 2003 წელს ჩამშდარიყო ნამდვილად არავად განებივრებული ასეთი აღმოჩენებით. როგორც სპეციალისტები აფასებენ ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ის წარმოადგენს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ოზურგეთი და მისი შემოგარენი ეს იყო ერთ-ერთი უძველესი დასახლება და აქ ცხოვრობდნენ ადამიანები, შემორჩენილია მათი ყოფა-ცხოვრების სამსახური სხვადასხვა ნივთები და რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ გურია მთლიანად და კერძოდ ოზურგეთის ტერიტორია უნდა იქნას უფრო საფუძვლიანად შესწავლილი არქეოლოგების მიერ, ისტორიკოსების მიერ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლეს ახალი უნიკალური ექსპონატის სანახავად.
რამდენიმე წუთში მინი ფეხბურთში პირველობაზე სკოლები აქტიურად ჩაიბნენ. რა თქმა უნდა, ველოდებით მომავალ წელსაც ახალი ჩემპიონატის დაწყებას და ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და რა თქმა უნდა, მივიღეთ მონაწილეობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და მოგესალმებით რეგიონში მოსალოდნელი ყოველდღიური ამინდის პროგნოზის მოკლე მიმოხილვით. სინოპტიკოსები გამოსასვლელ დღეებს ჩვენს რეგიონში ვარაუდობენ, რომ დაფიქსირდება უმეტესად მზიანი ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და ჰაერის მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა იმერყევებს 1-დან 13 გრადუსამდე, თუმცა დაელოდეთ ცვლად ამინდის პროგნოზს ზრომ დროებით. ოზურგეთის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მუსიკალურმა სტუდიამ საახალწლო კარნავალი მოაწყო. ტრადიციული და თანამედროვე ნომრებით მოსწავლეებმა სადღესასწაულო გარემო შექმნეს. ნომერ მეორე საჯარო სკოლაში წინა საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. მუსიკალური სტუდიის მოსწავლეებმა ტრადიციული საახალწლო კარნავალი გამართეს. კარნავალზე ლამაზ ფორმებში გამოწყობილი მონაწილეები ერთმანეთს საახალწლო სიმღერებითა და ცეკვებით ენაცვლებოდნენ. დიდი ოვაციები თოვლის ბაბუასა და ფიფქიების სცენაზე გამოჩენას მოჰყვა. ჩვენ გავაკეთეთ საბავშვო ღონისძიება, რომელშიც ვიღებდი მონაწილეობას თოვლის ბაბუის, ასე ვთქვათ, როლი მქონდა. ძალიან შევეცადეთ, რომ მთელი გული და სული ჩაგვედგა და მე მგონი გამოგვივიდა და რავი, ყველას მოგილოცა დამდეგ 2014 წელს, ყველასთვის ბარაკიანი წელი ყოფილიყო. ძალიან გამიხარდა, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამოგვივიდა კარგი ღონისძიება და იმედია ხალხი კმაყოფილია ჩვენი წარმოდგენით. ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიწვალეთ იმისთვის, რომ ხალხისთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა. ვფიქრობ, ჩვენიერი საახალწლო ღონისძიება გამოვიდა, წინა საახალწლო განწყობა შეიქმნა სკოლაში და 2014 წლის მობრძანება მინდა რომ იყოს ფეხბედნიერი, მინდა სრულიად საქართველოს თელ პატარებს მოსწავლეებს მიულოცო ახალი წლის შემოგზანება, ფეხბედნიერად დაებედოთ მათ ეს ლამაზი დღეები. მოსწავლეები სკოლებს საახალწლო არტექების შემდეგ დაუბრუნდებიან. სპორტის განვითარების ცენტრმა მინი ფეხბურთში სასკოლო პირველობას უმასპინძლა. ტურნირში 8 საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას. ასპარეზობის გამარჯვებული სასულიერო გიმნაზიის გუნდი გახდა. რეზო ცერცვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა სასკოლო პირველობა მინი ფეხბურთში, რომელიც პირველად შედგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები აქტიურად მოიცვა და შედეგად სპორტის სასახლეში ოლიმპიური სისტემით მიმდინარე ტურნირში საკუთარი თავი 8 საჯარო სკოლამ წარმოადგინა. ფინალური შეხვედრა ქვემო ნატანებისა და წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლებს შორის გაიმართა. პირველ ტაიმში უქულოდ, თუმცა უკვე მეორე ტაიმში 2 ქულით დაწინაურებულმა სამრევლო სკოლამ გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და თასები გადაეცათ. ჩავატარეთ რეზო ცერცვაძის ხსოვნის პირველი ტურნირი, მინდა რომ გახდეს ტრადიციული ეს ტურნირი, ჩატარდება ყოველწლიურად, საკმაოდ ბევრი გუნდი მონაწილეობდა, ძირითადად სკოლის გუნდებმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ველოდებით მომავალ წელსაც ახალი ჩემპიონატის დაწყებას და ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და რა თქმა უნდა, მივიღეთ მონაწილეობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია და არა მარტო მე თელმა გუნდმა უდიდესი წვრილი ჩადო ამ გამარჯვებაში და ტურნირს ორგანიზება ნომერ მეორე საჯარო სკოლის პედაგოგთან ერთად გურის ახალგაზრდულმა რესურს ცენტრმა და სპორტის განვითარების ცენტრმა გაუკეთეს. რეზო ცერცვაძის სახელობის ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს. როგორი ამინდი გველოდება უქმე დღეებზე გურიის რეგიონში, ამის შესახებ უპეთ ჩემი კოლეგა ნათია მუქერია ისაუბრებს. მე ისევ დაგებრუნდით არაჩვეულებრივი განწყობით ჩვენს რეგიონში თოვლი თანდათანობით ძნება. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში, როგორც უკვე გითხარით, ვარაუდობენ უმეტესად მზიან ამინდებს, ასე რომ ხოლო ოზურგეთში დაფიქსირდება მზიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაფიქსირდება 12 გრადუსი, მინიმალური ნავარაუდები არის 2. რაც შეეხება კვირა დღეს, ოზურგეთში იქნება უმეტესად მზიანი, ჰაერის მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურა კი დაფიქსირდება 1-11 გრადუსი. ლანჩხუთში ხვალისთვის ნავარაუდები არის ოზურგეთის მსგავსად მზიანი დღე. მზიანი იქნება
გრძელდება, ასევე კვირა დღეც, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მინიმალური და მაქსიმალური შაბათ დღეს დაფიქსირდება 3-11 გრადუსი, ხოლო კვირას იქნება 4-12 გრადუსი. რაც შეეხება ჩოხატაურს, ხვალისთვის სინოპტიკოსები აქაც ვარაუდობენ მზიანამით, ჰაერის ტემპერატურა დღისით გათბება 11 გრადუსამდე, მინიმალური დაფიქსირდება 2 გრადუსი, კვირა დღე იქნება უმეტესად მზიანი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაფიქსირდება 11 გრადუსი, ასევე და მინიმალური იქნება 2 გრადუსი. მე დაგემშვიდობებით წარმატებულ გამოსასვლელ დღეებს გისურვებთ ასე რომ დროებით. ამინდის პროგნოზი ნათია მუქერიამ გაგაცნოთ. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება დასასრულს მიუახლოვდა. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით. მადლობთ ყურადღებისთვის.